საკმაოდ დაძაბული იყო სარეკლამო პაუზის დროს სიტუაცია სტუდიაში, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ საქმეზე ვისაუბრებ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. იოსებ კვიჟინაძე ჩემთან ზის, პატარა ბიჭი, რომელსაც მე მინდა ეხლა ვთხოვო და მოვიდეს ჩემთან. აი ამ ბიჭის ხათრით. აი ამ ბიჭის წინაშე ნებისმიერი საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობით. მე მინდა გთხოვოთ შეურაცხყოფების გარეშე. მას ჭირდება, ძალიან ჭირდება ამ ადამიანს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ გადარჩეს, უბრალოდ რომ გადარჩეს. მიკროფონი თუ შეიძლება მომაწოდეთ, მე მას მინდა რომ კითხვა დაუსვა. ეხლავე მოგცემ თამთა, ამ ბავშვის გამო გავაკეთე მე ეს გადაცემა და აი ამ ბავშვის ნაირების გამო. მე მინდა გთხოვოთ უმრავლესობასაც და უმცირესობასაც პასუხი გავცეთ ხალხს, რა იქნება ბიუჯეტთან დაკავშირებით, რა ეშველებათ მათ, რა უნდა ქნას მამამისმა, რომელსაც არ აქვს წამლის ფული, რა უნდა ქნან ამ ქალბატონებმა, რომლებსაც სახლები შეიძლება თავზე ენგრეოდეთ და გასამაგრებელი ფული არ ქონდეთ, რა უნდა ქნას ნებისმიერმა იმან, ვიზეც ეხა თამთა საუბრობდა, რომ შვილების სიცოცხლე მათი ბედზე კიდია. ამიტომ გთხოვთ, რომ დაპირისპირების გარეშე გისმენთ? გამარჯობა და დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენ. მე ეხლა ვუსმენ ამ ლაპარაკს და ვერ გავიგე ეხლა რომელი ასწორი და რომელი არასწორი, მაგრამ მე ეხლა თქვენ ამათ ჯგუფში ეხლა ბევრი ჩემნაირი ზიანდება. იმიტომ რომ ეს დაავადება თვითონ ისეთია, რომ ქიმიების დროს ეს ქიმიებს იმიტომ რომ ვიკეთებთ, რომ არ გაიქცეს ეს დაავადება თვითონ. მეც მაგიტომ აქვს, მე მაგ გულზე და ფილზე და ყოველი ქიმიის შემდეგ ეს არ მიდის და ქიმია რო ვეღარ გავიკეთო უკვე მე გაიქცევა და მთელი წამს მოედება და სანამ გულზე და ფილზე აქვს უნდა მოვასწრო ოპერაცია და გერმანიაში გავაგზავნეთ ეს თვითონ მიწვევა და ვერ გავაკეთებთ ოპერაციას და საქართველოშიც ვერ გავაკეთებთ და ერთადერთი ვენაში გითხრეს რომ გავაკეთებთ და ვენა ჭდება 40,000 ევრო და უკაცრავად, თქვენ თუ ეს ბავშვიც არ გაინტერესებთ, მე ეხლავე დავამთავრებ ამ თემას. აბსოლუტურად გულწრფელად, პირდაპირ, არა, ყველას ვეუბნები. ყველას ვეუბნები. თქვენს გეუბნები, არა, უკაცრავად, ეს ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც თანაბრად მინდა უთხრა, რომ მოусმინეთ ყველამ ერთად. გისმენთ? დიახ, გისმენთ. უკაცრავად. იოსებ კვიჟინაძეს სასწრაფო ჭირდება დახმარება. მე ამ გადაცემას გამოვიყენებ რისთვის? არა მარტო იმისთვის ბიუჯეტიდან რა შედეგი იქნება, არამედ მიუმართავ სრულიად საქართველოს. გინახავთ სადმე პოლიტიკურ თოქ-შოუში პატარა ბიჭი ამბობდეს, რომ მე არ მესმის რაზეა საუბარი, მაგრამ დახმარება მჭირდებაო. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მთელ საქართველოს გთხოვთ, აი ეს ბიჭი დგას დღეს რეაქციაში და გქონდეთ თქვენი რეაქცია. დიდი მადლობა ძირფასო, დიდი მადლობა და მე მინდა რომ გადავიდე ჯაბა სამუშიასთან შეკითხვით, რას მოიგებენ ეს ადამიანები, ან რას წააგებენ ჯაბა, თუ კი გაიწელება პროცესი. ამ ადამიანებმა ქალბატონებმა წააგეს იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში 9 წელს მანძილზე. ცალ-ცალი კალოშით მოსული ხელისუფლებას, ეხლა რომ ვერ არჩევენ, რომელ ბანკში რა მილიონებია, აი იმაზეა საუბარი. იმაზე რომ შარავანდეთ შემოსილი მერი რომ მოვიდა. მოდი დავიანგარიშოთ. აი ესეთი ადამიანი რამდენს გაუკეთებდი ჩვენ ოპერაციას 55 მილიონი რო არ მოეპარა. რამდენი ადამიანი რამდენი ადამიანის ოპერაცია გაკეთდებოდა 5 მილიონი რო არ წაეღოთ ნაცმოძრაობის აგიტატორებს დასუფთავების სამსახურიდან. აი ამაზეა საუბარი. ჩვენ ბიუჯეტზე როცა საუბრობ, ჩვენ საუბრობ სწორედ აი ამ პასუხისმგებლობაზე. კოოპერატიული ბინადრობის ხალხია 5 მილიონი უგულავამ წაართვა. აი ბავშვს ფული სწორედ უგულავამ წაართვა და მისმა გუნდმა წაართვა. 55 მილიონი ჩაიჯიბა ჯიბეში უგულავამ და მისმა გუნდმა. აბაზია გუნდო პასუხი. და რაიმაზე შარავანდეთი რო უჭერთ უკვე შარავანდეთი ადამიანს. ჩაიჯიბა და 5 მილიონი ყოველწლიურად იკარწებოდა. დასუფთავების სასამართლოს. სამსახური აი იმაზეა ესეთი აპლომი. კარგი, რაც შეეხება ამ ბიუჯეტს. ბიუჯეტში არის ორი პრობლემა. არის პოლიტიკური პრობლემა, არის პოლიტიკური პრობლემა და არის და ამ შემთხვევაში ეკონომიკური პრობლემა. დაცინვა, როცა თბილისელებს წინა დღით ეუბნები
სხდომისავე დღეს, უბრალოდ ეუბნები ბიუჯეტის ზუსტ ციფრს. 785 მილიონი, 785 მილიონი, რომ ბიუჯეტში იყო 785 მილიონი. ეს თბილისის საკრებულოს წევრებმა გაიგეს იმ დღეს 29 დეკემბერს. ის რომ დღეს ჩვენ ვერ კამათებით და ვამბობთ რომ ბიუჯეტში პრობლემებია, იმიდან გამომდინარე რომ აი რა უნდოდა თბილისელებს გასაგონად მინდა. აი ბატონებო, რისი გაყიდვის ხარჯი უნდოდა. ჭადრაკის სასახლის, აი ჭადრაკის სასახლის გაყიდვის. მისცემდი ხმას იგა საკრებულოში. ჩვენ ერთად რომ ვიჭერთ. არა, ჭადრაკის სასახლის გაყიდვას მისცემდი ხმას. უკაცრავ. მოდი, აი გუბით მითხარი რა. უკაცრავად, მე დღეს მიმყავს გადაცემა და მე დღეს მიმყავს გადაცემა და არც ერთ თქვენს მსგავს თქვას არ უყასუხებ. ჭადრაკის რას გავაკეთებდი ეს ჩემი საქმეა და მე გეტყვით სხვა დროს. როგორც მოგალაკეთე თბილისელი ჭადრაკის სასახლის გასხვისებას. მოდი, თან შევიკავებ, იმიტომ რომ მე რო თქვენ ახლა დაგეთანხმოთ. მეორე მხარე მეტყვის რომ ამ შეიძლება არაკორექტული იყოს ჩემი შეკითხვა, მაბატიე ვისარგებლე ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ეს არის ჭადრაკის სასახლე, აი ეს არის ბატონებო პლეხანოვი, ეგრეთ წოდებული აღმაშენებლის გამგერი და უამრავი კიდე სხვა. რაც შეეხება რეიკემი დავარდებულთა პრობლემას, ეს ბიუჯეტში სწორედ ჩვენი ფრაქციის მოთხოვნითაა ასახული. ჩვენი ფრაქციის, მაგრამ არის ხარჯი არა, ხარჯი არა. ხამლები შემოიჭირეთ, ბატონო, იმ გამგეობებში რომ ფული კიდევ იმისათვის რომ მოიმართოს. შიტი პარკი და ფიჩხატის სახელი და გვარი ყველა მიჩით ეს. იგი უკულავად დღეს შალავანდეთ რომ მასთან დადიოდა ფიჩხატი შიტი პარკთან დაკავშირებით. კიდე სხვა თამაშოშიაშვილი უპას. უამრავი კონკრეტულ გვარებს გეტყვი, კონკრეტულ შემთხვევებს გეტყვი, კონკრეტულ ფირმებს გეტყვი, რომელი ფირმები 7 ლარიან სამუშაოს, 14 ლარიან იმათ რო ასრულებდა. უამრავი. აი ესეთი სტილის გამოსვლა. კარგი. უამრავია ეს ესეთი. თამაშოშიაშვილი განაგრძობს. გისმენთ. ესეთი ეპატაჟური გამოსვლა ბუთმას დაინტერესებს. მოწოთ. ბატონო ნიკა, სარკაზმის გარეშე ძალიან გქონთ რა. გისმენთ. ეს არის არაფერი არ ისმის. ჩვენი მაყურებელი ეხა გიყურებთ და არაფერი არ ისმის. გისმენთ? არაფერი არ ისმის. გისმენთ? არ იმსახურებს ის ადამიანები, არ იმსახურებენ ამ დამოკიდებულებას, რაც დღეს ამ დარბაზში ხდება, ის თბილისელები, რომლებიც ელიან ბიუჯეტის მიღებას დედაქალაქში და იმ კონკრეტული პროგრამების მოგვარებას, რა პროგრამების არის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ეს გახლავთ ჯანდაცვა, სოციალური თუ სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა დედაქალაქის მერია და მინდა აღვნიშნო იმაზე, რაზე ჩემი კოლეგები საუბრობდნენ 2013 წელს. თუნდაც 2013 წლის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სწორედ დედაქალაქის მერიამ გიგი უგულავას ხელმძღვანელობით შეძლო ის მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი გაერყვა თითქმის მილიარდი ლარით. მაშინ, როდესაც ეკონომიკა თითქმის გაჩერდა ქვეყანაში, სწორედ გიგი უგულავამ და დედაქალაქის მერიამ აი ამ ადამიანებმა, რომელიც ძალიან მაღალი რანგის მენეჯერები გახლავან, შეძლეს ის, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გადაჭარბდა 100 მილიონი ლარით. და ეს თანხები დაიხარჯა, არა, ტაში ნამდვილად ბატონო ზაზა, ეს არ არის სასაცილო. ეს თანხები დაიხარჯა, გაჩვენეთ ზაზა, თქვენ ეს არ გაინტერესებთ უბრალოდ. არ გაინტერესებთ დედაქალაქის ბიუჯეტის მიღება. არ გაინტერესებთ. კარგით, ადამიანები 170 მილიონი და იქარჯა 112 მილიონი გათვალისწინებული ბიუჯეტში. სოციალური კუთხიდან. და ბატონმა რომ დამეხვანენ და დამაფინანსესო. დააფინანსა მერია. ერთი ეტაპი დააფინანსეს უკვე და დაეხმანენ ამ ბატონს, როგორც უკვე აღნიშნეს, მაგრამ აქ პრობლემა რაშია? ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს თბილისის თვითმმართველობის დასაშლელად. ჩვენს კოლეგებს ნამდვილად არ აძარდებს 4-5 თვის განმავლობაში რა მდგომარეობაში იქნებიან თბილისელები. შეიძლება მოკლედ უნდა ვისაუბროთ. და დედაქალაქის ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლებზე ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს საუბარს, რადგან დედაქალაქს მერე შესთავაზა ყველა ვარიანტი, რაც შეიძლება რომ გათვალისწინებულიყო. კიდევ იქნება შეთავაზება. კი ბატონო. უბრალესობა. გიორგი მუსხელიშვილი და გადავდივარ ქალბატონისთან. ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ნელ-ნელა და მე მინდა რომ თქვენ მოასწროთ საუბარი.
რამოდენიმე ადამიანმა მაინც ახეთა გუნდიდან მერიას ფული აქვს ნახევარი იმის საშუალებას აქვს ხარჯვის და ძალიან ბევრი ასობით ათასობით თბილისელი რომელიც ელოდება კონკრეტულ დახმარებას კონკრეტული პროგრამების განხორციელებას იმის გამო რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობას აქვს კონკრეტული ამბიცია იმიტომ გინდა რომ გააგრძელოს ყველაფერი სპეკულაცია დემაგოგია საკრებულოს თომა სად არის ციფრები გაზა ძალიან გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს სიტყვას ციფრებით როგორ აპირებ თანხების წაგებას 77 მილიონი ლარის წაგებას როგორ აპირებენ გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს და ციფრები ზაზა და ბატონო თამას გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს სიტყვას და შემდეგ მიკროფონი გადადის მეორე რიგში ქალბატონებთ დიდი მადლობა მოგესალმებით თამას მინდა ჩემს კოლეგას გამოვხმაურო იმ თემაზე თუ ფული ყოფნის თუ არ ყოფნის მერიას იმისთვის რომ ის პროგრამები დააფინანსოს რა პროგრამების გათვალისწინებულია წლევანდელ წელს 1/12 ბიუჯეტის ხარჯვა სრულიად საკმარისია იმისთვის მით უმეტეს იანვრის თვეში სრულიად საკმარისი თანხები იყო იმისთვის ბავშვი გამოვიყვანე და ხოვეთ გაჩვენე ძალიან ვაცადოთ ერთმანეთს თუ მართლა ის ხალხი გაინტერესებთ ვაცადოთ ერთმანეთს დღეს მოხდა ესეთი საინტერესო ფაქტი ორჯერ გავაგზავნე წერილი მე მერიაში იმაზე რომ მიმეღო როგორმე იანვარში გახარჯული ხარჯების ჩაშლილი ვარიანტი დღეს მივიღე რატომღაც რაღაც თებერვლის და არა იანვრის. რატომ მოხდა ეგრე? ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი მე მგონი და თქვენ ეგ ციფრები გქონდათ წინა გადაცემაში ვიყავით ჩვენ პირველ აკზე. ახლა გინდა თქვა და არ ხარჯავთ. არა, მე გეუბნებით, არა, ერთზავით. მე არ შემიძლია მე მგონი შეფრთხილი, ხო? მე ვიძახი იმას, რომ ძალიან მარტივად ვითხოვ მე ამას, რომ უბრალოდ მაინტერესებს, ხო, შეიძლება მართლა ისეთი პრობლემაა ბიუჯეტში და იმხელა დანაშაულს ჩავდივარ ჩვენ უმრავლესობის წევრები, რომ დავჯდეთ და დავფიქრდეთ, ხო? დავფიქრდეთ, რომ იქნება რაღაც საშინელებას ვაკეთებ თბილისის. ბატონ გიორგი, რა სიზამთ ბიუჯეტთან მიმართებაში უმრავლესობა და მე გადავდივარ კონკრეტული შეკითხვით ამ ხალხს. მე უნდა ვიცოდე თბილის აქვს თუ არა პრობლემა. მე ვითხოვ ამას დაახლოებით 10 დღეა, მე ამაზე პასუხი მერისგან ვერ მივიღე. რა პრობლემა აქვს თუ არა? პრობლემა აქვს თუ არა თანხის. იმ თანხის რომელი თანხას გადადგეწვიეთ 10 დამგებელი და ხალხი ვეღარ გაიგებს ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. ესწრებოდა ჯიჭარას და ბატონ დავითს იანვარში მერიას 1/12 ხარჯვის შემთხვევაში თანხა ეყო თუ არა, არ როგორ დაიხარჯა ეს თანხა, ამას ვითხოვ დაახლოებით 10 დღეა. ორი წერილი გავგზავნე მერიაში. თქვენი რჩევა გავითვალისწინე, კიდე გავგზავნე ერთი წერილი და დღეს მივიღე რაღაც ბიუჯეტი ექნება თუ არა ქალაქს. ბიუჯეტი ექნება თუ არა ქალაქს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კონსტრუქციული და იქნება ქალაქის თავრობა. კარგით, რაქნან მაშამ ადამიანებმა გისმენთ. რამდენად კონსტრუქციული იქნება, ანუ მაინც საბოლოო ჯამში, მაინც ერთგვარ დაპირისპირების შენელებაზე არის საუბარი. ვაი და ვერ გაარკვიეს ერთმანეთში, ერთმან მეორე მხარემ, თქვენ როგორ უყურებთ? დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ჩვენ ნელ-ნელა და შემდეგი ბლოკი მდგომარეობას 25 წელია უყურებ ამ მდგომარეობას ქალბატონო ინგა. იმიტომ რომ 25 წლის წინ შევიტანე კოოპერატიულ ბინადრობაში ფული, ჩემი მოგროვილი ფული. აი ეხლა შეიძლება აქ ავღრიალდე კიდე. ჩემი მოგროვილი, ჩემი ნაშრომი, პატიოსნად ნაშრომი, წყლობით ნაშრომი ფული შევიტანე და დინამოიღოთ ახლა თქვით. უკაცრავად. ქალბატონებს ვაცადოთ რა ვითხოვ დავდიოდით აი რაღაც შეკრებები იყო თუ რაღაც აქციებს ავით ვაწყობდით შვიდობიან აქციებს რამეს ვამპრევდით დაგვარი როდესაც მობრძანდა ნაციონალური მოძრაობა სათავეში 2004 წლის 1 ივლისს დაგვარბიეს და ეჩამ ფულის ხო დაკარგული მქონდა ამდენი თანხა დაგვარბიეს და კიდევ საოპერაციო გავხდი იმის მერე რომ გადამიარეს წიხლებით ეხლებით გადამიარეს და ჩიორად თათაშვილის რომ შემოკრეს ერთი ხელი ითელი თბილისი დადგა და მთელი ნაციონალური მოძრაობა რატო მე 25 წელია თავში მირწყამენ ეხლებით მცემენ საოპერაციო გავხდი 8000 გადავიხადე ოპერაციაში ისიც ვალად დამედო და იმის მერე მოვდივარ ვალებით ქირით ვცხოვრობ მარტო ხელა ვარ არავინ არ მყავს არა როგორ არ მყავს ნათესაობა მყავს მაგრამ არავინ არ არის ამაცავით
დიდრები არც ისეთი ბინა აქვს რომ შემიკეთლონ, მაგრამ ერთ ოთახში ეხლა 3 ოჯახი ცხოვრობს ამჟამად. იმიტომ რომ ვეღარ შევძელი ქირის გადახდა. დავწერე განცხადება. ქირაზე მომიტანეთ საბუთიო, რომელიც ითვალისწინებს რომ აი თქვა ან დაგექცა დაგეწვა ან დაგენგრა ან ისა სადაც ცხოვრობდი მართლა დამეწვა ის არ იყო ჩემი საკუთარი მაგრამ ის მართლა დაიწვა 96 წელს მაშინ არაფერი დახმარება არ მიგვიყია და მთელი 3700 ოჯახის სახელით ვლაპარაკობ მე ამას ჩემსავით არიან ისინი გაჯვრებული 3700 ოჯახი მე რა გავაკეთო 5 მილიონი როდესაც ჩარიცხული იყო ბიუჯეტში გიგულავა მობრძანდა როგორ შეიძლება გამოვიდეს და აქ მონოლოგებს მიკითხავდეს და ჭუას არ იგებდეს ვიღაცებს და არა უნდა დავამთავრო ამოიღო და ბიუჯეტიდან ამოიღო მე გაგვიფორმა ხელშეკრულება იმაზე რომ მიწებს მოგცემთ იმის სამაგეროთო არჩევნები მოდიოდა არჩევნები გაინაღდა და ჩაიქრია ხელი გაგვიყიდა ის მიწა და ეხლა იმ მიწაზე აშენდა უმავრავი კორპუსები 5000 კვადრატი ეკუთვნის მერიას უნდა დაუბრუნდეს და ვერ გაყიდეს ის 5000 კვადრატი არის ჩვენი კოოპერატივის ხალხი იმიტომ რომ იმ დილსი ჭალაში მე უნდა შევსულიყავი და იქ მე უნდა მესმის დიდი მადლობა გისმენთ თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ მე არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. მოდი, დაგისვათ, როდესაც ასეთი ტიპის შოუა, როდესაც ასეთი ტიპის დებატია, ან ნებისმიერი სხდომის ჩანაწერს უყურებთ და ხედავთ როგორ დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის, თქვენი რეაქცია როგორია ამ დროს? როგორც ადამიანის, ვინც არ მონაწილეობს ამ პროცესებში, მაგრამ თავის შედეგს ელის. მე გულახდილად მინდა მოგახსენოთ რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მინდა გითხრათ რომ ბიჭყლიტებით შუაში ჩვენ უბრალო ხალხი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები მე პირადად როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე დედა რომელსაც ყავს სიმსივნით დავადებული შვილი ორი სიტყვით მოგახსენებთ ის რაც შემეხო მე აი ამ განვლილი დღეების განმავლობაში ჩემს სჭირდება სასწრაფოდ გამგზავრება სამკურნალოდ და მე თხოვნით მიმართე ქალაქის მერიას და მივიღე სხვადასხვა დაუყოვნებლივ პასუხი რომ ჩვენს იქნება ჩარიცხული თანხა ჩემი შვილის სამკურნალოდ და გასამგზავრებლად მაგრამ ამას დაემთხვა ეს ხსენებული მოვლენები და ეხლა აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ დიახ ამ პოლიტიკურ მოვლენებს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ამას გულისხმობ ზუსტად და აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ ჰაერში დარჩენილები და პირველი რეაქცია აი ამ სიტუაციაში ჩემი არის ის რომ უმორჩილესად ვთხოვ ორივე პოლიტიკურ ძალას გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა ჩვენი შვილების მდგომარეობა და აი ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ზარალდებიან ისევ და ისევ ჩვენი შვილები ისევ და ისევ მათ სიცოცხლეს ექნებათ საფრთხე თქვენ იცით ყველა მოგეხსენებათ რომ ესეთი დაავადებების შემთხვევაში მე სიმსივნეები მაქვს ხედელობაში ყოველი დღე ყოველი საათი არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გადამწყვეტი თუ გვინდა ჩვენ კარგი შედეგი მივიღოთ აი ეს არის ადამიანის თხოვნა რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებებში იჭყლიტებიან ეს ადამიანები ბატონო დავით და შემდეგ გია ყუროშვილი თემურ გრიგალაშვილი და ქალბატონი მაკა გისმენთ ჩართულია დავეხმაროთ რა მოდით იცით რა მინდა რომ გთხოვოთ ერთად იქნებ ამ დაპირისპირების გარეშე არ შეიძლება რომ ამ გადაცემაში რაღაც კონსენსუსს რომ მიაღწიოთ არ შეიძლება რომ უცბად თქვათ რომ კარგით აი ასეთი ტიპის ადამიანების გამო ასეთი პრობლემების გამო მაინც შესაძლებელია რაღაც შედგეს ბატონო უკაცრავად მოგესალმებით უგულავა აღარ არის მერი ბატონო გისმენთ საკითხებს გადაცემაში გაჟღერებულ საკითხებს ძალიან მოკლედ უნდა თქვათ რა ძალიან 28 დეკემბრიდან ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ყოველთვის გასაგები იყოს დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი და ბოლოს როდესაც ჩვენს მოთხოვნებზე გადაც ყველაფერზე თითქოს და წამოვიდნენ და საიდან მოდიოდა ბიუჯეტში ეს თანხა უთხარი წარმოადგენს რამოდენიმე ფურცელი ფერადი სურათები თურის გაყიდვას აპირებდნენ თბილისში და ის ბიუჯეტი რომელი ბიუჯეტიც ეხლა არის დაგეგმილი ეს ბიუჯეტი თავშივე განწერულია შესრულების წლის ბოლომდე, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი მილიონი, რომელიც არის შემდგომი პრივატიზაციებით ჩადებული. თუ ეს ქონება არ გაიყიდა, ეს
თავშივე განწირულია. ანუ ან გაიყიდება, ან არ გაიყიდება და ამაზე არის. არ აინტერესებს. ამ ადამიანებს არ აინტერესებს ივნისის შემდეგ, არ აინტერესებს ამ ადამიანებს ივნისის შემდეგ რა იქნება ქალაქში, იმიტომ რომ ზოგადად უკაცრავად, დავაცავთ. ეს რაც შეეხება ბიუჯეტს. კარგით, მე დასასრულისკენ უნდა წავიდე, უკაცრავად რა. 20 წამი. ერთი წამი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ადამიანები, ვინც ამ ბიუჯეტს გეგმავს, დობას არ ემსახურებენ და აღნიშნული წარმოდგენილი ბიუჯეტი დობას არ ემსახურებს. რაც შეეხება ამ ადამიანებს, მე ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, მე აღზიან ქალაქის მთავრობის წევრები, არ არის ბატონი მამუკა, მაგრამ მინდა პირდაპირ მოვუწოდო, პირდაპირ ეთერში, რომ მას აქვს კანონით 1/12, რომელიც გახარჯვათ შეუძლია თვის განმავლობაში და რაც ამ ხალხს ჭირდებათ თანხა და აქ ციფრებმა გაიჟღერა, მოიფიქროს, ეთილინებოს და დააფინანსოს. თემურ გრიგალაშვილი ითხოვს სიტყვას, გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. თუ არ ვაწყით ერთმანეთს, მე დავამთავრებ ისე, რომ თქვენ სიტყვას ვეღარ მოგცემთ. დიახ. რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტს, მე ჩემი სუბიექტური აზრი მინდა გამოვთქვა, რომ ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან არათანმიმდევრულობას აქვს ადგილი და უპასუხისმგებლობა ზოგადად. და ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, თქვენ გახსოვთ რამოდენიმე თვის წინ უმრავლესობა საუბრობდა ახალ ინიციატივაზე, კორპუსების გამაგრების თაობაზე და ბიუჯეტის მიუღებლობით საკუთარივე ინიციატივა, ასე ვთქვათ, გააუქმეს. მე მინდა უერთერთი რამე ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გადაწონა არა მოსახლეობის ინტერესებმა, რომლებიც ცხოვრობენ, ვთქვათ, ავარულ კორპუსში, არამედ უბრალოდ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა. და სადიხავით აქამდე, ამდენი ხანი თუ ეს ადამიანები, არა, ეს კითხვა უნდა დავსვა უკაცრავად. თქვენ ამბობთ, რომ აი ამ ადამიანებს ძალიან ჭირდებათ ბიუჯეტი, არ მტკიცდება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ოპონენტი და აღარ მივწემ ხა ამისთვის მათ სიტყვას. დაგისვავდათ კითხვა, სადიყავით ამდენი ხანი, რატომ არის ის გაუმაგრებელი, რატომ არის ასეთი პრობლემები? გამაგრებას მერიამ მაქსიმალურ თანხებს ჩადოთ, თუმცა ამ შემთხვევაში როცა სასწორზე დადგა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და მეორე მხარეს დადგა ხალხის პრობლემები ამ გამაგრებასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ არჩია ვიწრო პარტიული ინტერესები. მე ერთი რამე მინდა თქვა რა. რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა. მე უბრალოდ ძალიან გულწრფელად მინდა თქვა, მოდით პირველ რიგში ვიყოთ მოსახლეობის და დედაქალაქის კომაგები და მე ჩვენი პარტიული ინტერესები. დიდი მადლობა. ხათუნა ბერძენიშვილი ითხოვს სიტყვას. მანამდე უკაცრავად მაკა გვარამია გისმენთ მაკა უკაცრავად ეს არის ბოლო ორი რეპლიკა დარბაზიდან და შემდეგ უნდა დავასრულო მე გადაცემა ძალიან გადავაწყო გისმენთ გისმენთ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა რომ მსგავსი ადამიანები მოიჭრეთ დღეს სტუდიაში ეს თემები მე მეხება უშუალოდ მე ვარ ჯანდაცვის და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე მე ამ ადამიანებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ძალიან ბევრ მათგანს ვიცნობ ძალიან ბევრ მათგანს დავხმარები ვარ და დღესაც ვეხმარები ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან ბევრი მათგანი დამეთანხმება ამაში და მინდა აღვნიშნო ერთი რამ ის რომ დღეს ამ ადამიანების დახმარება შეუძლებელი ეს არის დიდი სიცრუე. ბიუჯეტში არსებობს ის თანხები. ანუ იმის მიუხედავად დამხმარება თუ არ დამხმარება. 1/12 შემთხვევაში არსებობს ეს თანხები რა. კარგი იქნება, მე მინდა აღვნიშნო, რომ თუ თვითეული ჩვენგანი თვითეული ჩვენგანი იმ რაღაც კარგ ცხოვრებას მოვიკლებთ ბიუჯეტის ხარჯზე, მათ შორის მე მაქვს ახლა ერთი კარგი მაგალითი შემდეგში გადმოგცემ ბატონებო ეს არის მერიაზე გაფორმებული მანქანა და რა ხდება რომელიც საბურთალოს გამგეობაზე ერთხელ გაარკვიეთ ვინზის ამ მანქანაზე და ვინ მოძრაობს გამგებლის მეუღლე რომელი გამგებლის მეუღლე საბურთალოს გამგებლის მეუღლე დადის ამ მანქანით აგზის საბურთალოს აისხავს ბენზინს ძალიან გთხოვთ რა ბატონებო რა ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ ამაში არ ვხარჯოთ ბიუჯეტი და აი შემდეგ ვისაუბროთ აი ესეთ ადამიანებს. დიდი მადლობა. მოგცემთ ეხლა ძალიან გთხოვთ. აი ორ ადამიანს დაუსვავ კითხვას და თქვენ უნდა დაამთავროთ ეს გადაცემა. გია ხუროშვილია. ძალიან რთულია რომ იყო ამ გადაცემაში არ ქონდეს შენი ემოცია და არ ქონდეს შენი რეაქცია. პირველ რიგში არა. გადმოგცემთ ამას თუ გნებავ. აი ამ დიდი სიძულვილით ინერვიულეთ თუ რატომ არ როგორ გეკადრებათ? აი ამ დიდი სიძულვილისა და ზიზღის ფონზე მე არ მომეცა საშუალება იმისიც კი რომ მივსალმებოდი ჩვენს ოპონენტებს და შესაბამისად ძალიან მიხარია
რომ აი ასეთი სიურპრიზები ბჭყალებში ეს გახლავთ ჩემი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მიერ გადაღებული ვადასტურებ რომ ჩემს მანქანაზე იჯდა ჩემი მეუღლე ოღონდ გადაიღო ეს სურათი გადაიღო მაკას მიერ ლობირებულმა ნუგზარ ჯაშმა და მოიტანა დღეს პროვოკაციის მიზნით არა მე კითხვა სამაგიეროდ მე კიდევ ერთხელ ეს ფოტო არის ჩემს მიერ გადაღებული მე თქვენ მე ძალიან კარგი კიდევ ერთხელ მინდა წარმოგიდგინოთ უკაცრავად ერთი წუთით მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა გადავხადო მე მიმხარ ერთი წუთით რა მე მიმხარ ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო იმ ადამიანებს რომლებიც საკუთარი პრობლემით არიან დღეს აქ მოსული რომლებიც გახდნენ აი ამ დიდი სიძულვილის და აი ეს ადამიანები რომლებიც გახდნენ აი ამ დიდი სიძულვილის მოწმე და სამაგიეროდ ხალბატონო მაგა მე მაქვს ძალიან ბევრი დასტური იმისა ჩვენ შემდეგი ბლოკის სტუმრები გველოდებიან მათ შორის თქვენი არაკვალიფიცირების დამადასტურებელი ძალიან ბევრი დოკუმენტი რომელიც თქვენს პირდაპირ ჩარევას შეეხება გამგეობის მუშაობაში და მათ შორის შეეხება უკვე მოგებული ტენდერების გაუქმების მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, რადგან თქვენ გამოგეგზავნათ პირდაპირ პასუხი, რომ თქვენ მოითხოვდით კრიმინალურ საქმიანობას გამგებლისას. აქედან გამომდინარე, არ გამკვირვებია არც ერთი რეაქცია, რომელიც იყო. კარგით, აი ეხა აგზის ადამიანები. რომლებიც აქ არიან და ჩვენ დიქტატივის წევას. რომლებიც წარმოვიდგინებული ნაციონალური მოძრაობიდან რამ გაგამწარეთ. კარგით. მე უნდა დავასრულო ეს ბლოკი, აი ამ ადამიანებს მივცემ ხოლმე და ხათუნას. აი თქვენ მოიკითხეთ, საიდან დიდი მადლობა. ჩვენ ახალ 25 წლის განმავლობაში ყოფილა თქვენი გადაცემაში ეხლა მე გადაცემაში რეკლამის დროა უკაცრავ გადაცემაში რეკლამის დროა თუ შეიძლება გადაცემაში უკაცრავ ისა გია მე არც ერთს აღარ მოგცემთ სიტყვას გამთა დემურიშვილი, ქალბატონი და ბატონი, რომლებიც არიან და ხათუნას. გისმენთ? ქალბატონი ძალიან გთხოვთ, მოусმინეთ თქვენი ამომრჩევლების საუბრობენ. ერთი წუთი. მოკლედ ქალბატონო. ბატონი გია იყო პარლამენტში რა და ყველა მიცის ეს ჩვენი პრობლემა. გვაცალეთ ეხლა პრობლემაზე ძალიან გთხოვთ რომ მე აღარ მაქვს პრაქტიკულად. ბინაჩვენებლობა ყველა ძალიან კარგად მიცნობთ ეს მხარეც და ის მხარეც რა დღეშია ეს ხალხი ამ წლების მანძილზე. გეკითხებით ვინ დააქცია თავის დროზე დაიწყო იმავად სახსენებელმა შევარდნაძემ და დაგვანგრია იმ ჭიაბერაშვილმა და მოყვა უგულავა. იყო თუ არა ესე? რომ ბიუჯეტში გაწერილი თანხები ჯერ კომპენსაციისთვის, შემდეგ მშენებლობისთვის, ბინაჩვენებლობისთვის ამოიღეთ, დაგვანცირეთ, დაგვარბიეთ. რომ რა ეშელება ამ ხალხს გაგვაგებინეთ და დღეს თურმე ბიუჯეტში ჩადეთ თანხები რის ხარჯზე ქალბატონოი გაიცი ისევ ჩვენივე ქონებას ყიდიან იმ ქონებას რომელზეც კოოპერატიული სახლები უნდა აშენებულიყო და მიყიდეს ბენდუქიძეს მიყიდეს სუპალას ვინ როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა დიდი მადლობა თამთას გადააწოდე ძალიან გთხოვთ შემდეგი უკაცრავ ბოდიშის მოხდა ძალიან მოკლედ უნდა თქვა ჩვენთვის აბსოლუტურად ძალიან გთხოვთ ერთი თვითონ ჩვენ არა ვართ არც ერთი მხარე ვინც აქვს ხედვართ ამ მეორე მესამე აბსოლუტურად არ გვაინტერესებს ვისი მეუღლე რა მანქანაზე ზის აგერ ქალბატონს რომ უყურებთ 19 წლის შვილი ონკოლოგიურ გაყოფილებაში კლინიკა ჰემაში უწევს უმძიმესი დიაგნოზით ერთი თვის განმავლობაში თუ ეს 19 წლის გოგონა არ გაემგზავრა ტრანსპლანტაციისთვის უცხოეთში და მას არ გადაეხადა 150,000 ევრო ეს გოგონა დაიღუპება ისევე როგორც დაიღუპა უამრავი ბავშვი იქამდე ვიდრე ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად პლაკატები არ გავშალეთ და არ თქვით რომ ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება ბიუჯეტს რაც შეეხება ჩვენ იყვნენ მოსულები ბავშვების სანახავად და მაშინ ვთხოვეთ ჩვენ რომ გჭირდება თქვენი დახმარება მივედი მე ზაზა გაბუნიასთან და ვთხოვე შეიტანეთ ბიუჯეტში არის ინიციატივა
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კვლევა ერთი და მეორე 18 წლის ზემოთ ახალგაზრდების და ძველგაზრდებისაც რა თქმა უნდა დაფინანსება ტრანსპლანტაციის რომელიც ამიერკავკასიაშიც არ კეთდება და რომელიც ანუ თამთა თქვენ ფიქრობთ რომ ბიუჯეტი სასწრაფოდ უნდა მიიღოს ბიუჯეტი სასწრაფოდ მისაღებია ამ წუთას თუ გაინტერესებთ 4 ახალგაზრდა სამწუხარის ბედა გახავთ სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე და ერთ რიტყვი მხოლოდ თუ თამათ ეს თანხა გადაერიცხებათ ბატონებო 80% გამოჯანმრთელების შანსი აქვს და ძალიან თქო შეგიძლიათ ჩახედოთ ამ ქალბატონს თვალებში და უთხრათ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი 19 წლის გოგონას გადარჩენა ძალიან თქო მოეშვით ამ ჩხუბს და დიდი მადლობა ხათუნა ბერძენიშვილი ითხოვს სიტყვას ხათუნა გისმენ და შემდეგ ვასრულებ ასევე ჩვენი თანამოქალაქის სიტყვით გისმენ ხათუნა ბერძენიშვილი გისმენთ ქალბატონო ხათუნა ინგამ დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი წუთით მუქარების გარეშე უკაცრავად თქვენ ხალხი გისმენთ ეს არის ერთი თემა რომელზეც მართლა გულწრფელად ვამბობ მე მეგონა რომ თავშეკავებული იქნებოდა ყველა მხარე ბატონო ბესო მე გითხარით კარგი ხათუნა ბერძენიშვილი კარგი მოგესალმებით ხათუნა ბერძენიშვილს ვაძლევ სიტყვას კარგი დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა რა ეშველება უკაცრავად მოусმინოთ ხალბატონ ხათუნა ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება მოგესალმებით ინგამ დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა რა ეშველება იოსებ კუჟინაძეს სამწუხაროდ ამ გადაცემის მსვლელობაში ეს ყველაზე მთავარი შეკითხვა ისე უპასუხოდ დარჩა მთელი დღევანდელი რეალობის უკაცრავად მე თქვენ არ გაწყვეტინებდით უკაცრავად მთელი დღევანდელი რეალობის ბატონო ხათუნა უკაცრავად არ არის პრობლემა ცოტათი განერვიულები არიან არ არის პრობლემა ძალიან მთელი დღევანდელი რეალობის ტრაგიკომედია სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური არაკვალიფიციური და დაპორტირებული პირი მუდმივად ცდილობს საკუთარი არაკვალიფიციური განცხადებებით საჭირო და აუცილებელი გახდეს ახალი ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან დიდხანს დარჩება უპასუხოდ შეკითხვა რა ეშველება იოსებ კუჟინაძეს და ძალიან ბევრ ამ დაგვარი პრობლემებით შეწუხებულ ადამიანს. იმიტომ რომ ამ ადამიანების ამოცანა დავალება მოკლედ დავამთავრებ დღეს არ არის თბილისელების პრობლემებზე ზრუნვა. მათ აქვთ სამოქალაქო სექტორიდან ფიგურალურად მიღებული დავალება დაშალონ მერია და შესაბამისად შეინარჩუნონ საკუთარი სკამები. ერთი წინადადებით მადლობა ხათუნა ერთი წინადადები და ასრულებს ბატონი გიორგი. პირველ რიგში მადლობა თამთა ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ იმისთვის რომ ეს ხალხი მოხვედრილიყო ჩვენს ინიციატივებში დილი დავხსინეს და გვითხრეს რომ ეს არის ოცნების სრულები და მე მივხვდნენ რომ დაცინო არ ივარგებდა და შემოგთავაზეს მოდი გავითვალისწინებთო და აღმოჩნდა რომ ითვალისწინებენ უკაცრავად გამოთქვის მაგრამ პოსლეზე გაყიდიან ბენდუგვიცის პოლიტიკა გაყიდიან გამოყიდიან მე შეავსებენ ან ვერ შეავსებენ და მიზნად აქვს დასახული ბიუჯეტის გარღვევა და გადაბრალება ახალი ხელისუფლების. ეხლა სად მიაქვს 77 მილიონი მე მოსახლეობას ვიმართავ ერთი სიტყვით წინა წელს 2013 წელს თბილისს დაუჯდა ნარჩენების შეგროვება 39 მილიონი. წელს უნდა თამაში დაახლოებით 56 მილიონი. მე 28 მილიონი დაუჯდათ ბინაჩვენებობა. წელს უნდა რომ დაუჯდეთ 51 მილიონი. ერთი დეტალი, ამხანაგობების დაფინანსება. წინა წელს ამხანაგობების დაფინანსება იყო 26 მილიონი. წელს 9 მილიონი. მათ შორის დანს უზრდიან 4 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ესაა პირდაპირ პარტიული ამოცანების თვალები ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ არ ჩავარდით პოლიტიკური და ხალხური საჯიშგან ნაციონალურ მოძრაობას რომელსაც მოგმება დაასრულე და ასრულებს ამ ბლოკს ბატონი დავით გონგლიაშვილი რომელმაც დღეს ტელევიზორში ჩვენი ანონსი ნახა მომძებნა და მთხოვა რომ მომიყვანეო ისმენთ მე მესმის ჩემი კოლეგების გაღიზიანება ისინი ასრულებენ ფაქტობრივად ეხლა რაც ბატონმა ზაზავს ეს არის აბსოლუტურად 10 მილიონი ერთი წუთი ეს იყო მეშვიდე თვეში აისახა მოდახება დამთავრებინე ისა ვიცი რომ ძალიან ხელო პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს მიპასუხე არ გაუზარდ თბილისის საკრებულო მერია ქართულმა ოცნებამ რა არის დაკვეთა არ გაუზარდ არჩევნებამ
სისტემაზე სამარცხინოთ ორი შეუძლებელია ამ გადაცემაში იგნორირებული მე ვასრულებ არ გაუზო კარგით, მე ვასრულებ გადაცემას. აი ასეთი არის სიტუაცია თბილისის საკრებულოში. აი ასეთი არის სიტუაცია ბიუჯეტთან დაკავშირებით. ბატონო დავით, უნდა მაპატიოთ. უნდა მაპატიოთ თქვენ მე. ეს არ არის ჩემი ბრალი. ეს არის ის რეალობა, რაც ხდება თბილისის საკრებულოში. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ეთერში და ეთერს განაგრძობენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟვია ძიძიგური და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაჩაძე. ამ დროისთვის დარბაზი ჩვენთან უკვე აღარ იქნება და იმედია ისინი შეაჯამებენ რა ხდება ქვეყანაში საკრებულოებში. დრო ვიხელთე რომ თქვენთვის მომეცა სიტყვა. დაასრულებთ თქვენ. ამიტომ ვილაპარაკე ამდენი. მოკლედ უნდა თქვა, თორემ მე გადავაცილე. აუცილებლად შევეცდები მოკლედ ვილაპარაკო. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა. კერძოდ მამუკა ახვლედიან. შეკითხვის გარეშე თქვენი ერთი წუთით რა ბათქმევინეთ რა. მე მამუკა მე მგონი მიცანი არა თქვენ? ვერ მიცანით. ჭიხურების საკითხი ვერ გაიხსენეთ? 2007 წლიდან თქვენი სიცრუეები, თქვენი ტყუილების მომსმენი ვარ დღემდე. ქალბატონის სევდიაში, გიგი უგულავასი. აი მე გეკითხებით. შემომიტანეს საბუთები, გავაფორმე, გადავიხადე გადასახადები. ბატონი ჯაბაც ამის საქმის კურსია, მე მგონი. რატომ არ მომეცით ადგილები? საერთო ერთიანობაში არა, აი ჩემი საქმის მიმართ, ერთი წუთით რა, ერთი წამით, რატომ არ მომეცით ადგილები? აი კერძოდ თქვენ გეკითხებით, მამუკა ახვლედიანს. აი ეგერა მაქვს ყველა საბუთი. კარგით, უნდა გადახდილი და ყველაფერი გაკეთებული და პროცედურა გავლილი მაქვს. ისე უცოდველი კრავივით ნულაპარაკობ, მამუკა. მე ვამთავრებ დღევანდელ გადაცემას. მე არ ვიცი მამუკა ახვლედიანს უნდა თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება. ძალიან ცხარე იყო ჩვენი დღევანდელი დებატები. არ ვიცი ვიღაცას უნდა რაღაცის თქმა. მე სიტყვას ვერავის ვეღარ მიცემ, მხოლოდ ერთი წუთით ბრძანეთ. მხოლოდ ერთი წუთით და მივდივართ, გადავდივართ შემდეგ ბლოგზე. გისმენთ ჩართულია. ანუ მინდა ბატონ ზაზას არაფერი კითხვა არ დასვა. კითხვას აუხსოვ შევუთხრავ იმის თაობაზე რომ მაშინ თუ ჰაერზეა მოტანი თბილისის ბიუჯეტის შემოსავლებით. ერთი წამით რა თუ შეიძლება. მაშინ ყველა სახელმწიფო ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები არის ჰაერზე დაგეგმილი, რომელიც დამტკიცებულია დღეს 2020 წელს. ეს არის ჰაერი, მაშინ ყველა ბიუჯეტი რომელიც გვაქვს. ჩვენი გადაცემის ეს ბლოკი, თუმცა ალბათ ეჭვი არ გეპარებოდათ, იმიტომ რომ ეს არის ის რეალობა, რაც ხდება თბილისის საკრებულოში, რა ხდება სხვა საკრებულოებში, რა ხდება საქართველოში. რამდენიმე წუთი ზია ძიძიგურის და გიორგი ვაჩაძის დებატები დავბრუნდით.